მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანიფასაცია. დღეს ჩემი სტუმრები არიან ქრისტინე ოთხოზორია და ლიზი სკვიტაია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩხოროწყუს წყალგაყვანილობის თემაზე და მინდა ქრისტინეს დავუსვა პირველი კითხვა ზოგადად რას გვეტყოდი ამ თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მიხარია რომ პოდკასტში ვარ. დღეს განვიხილავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას ჩხოროწყუელებისთვის და ვფიქრობ ასევე სამეგრელოს რეგიონისთვისაც. ეს არის მდინარეების პრობლემა ჩხოროწყუში, თვითონ ჩხოროწყუს სიტყვა ნიშნავს 9 წყაროს მეგრულ ენაზე და ეს რაღაც ხას უსვამს, რამდენად დიდი ნაწილია მდინარეები ჩვენთვის, განსაკუთრებით ხობისწყლის ხეობა რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია კულტურისთვის, საზოგადოებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის და ბოლო წლებია რაღაც საფრთხეები ემუქრება ჩხოროწყუს მდინარეებს. განსაკუთრებით ეს არის ცენტრში მდებარე ხეო ნაწილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს, ესე ვთქვათ. ეს არის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდინარე, რომელსაც წარმოქმნა რამდენიმე საფრთხე. და ესენი არის ერთი, რომ კანალიზაცია ჩაედინება მდინარეში, ასევე არის არასწორი ქვაღორღის მოპოვება, რამაც შეცვალა კალაპოტი და თითქმის საბანაო ადგილი აღარ დარჩა და ასევე არის სათავე შაშინებული ჰესი, რომელმაც თითქოს რაღაცა შეამცირა წყლის ნაკადი და ერთი შეხედვით ესე არაპროფესიონალის თვალით, მე როგორც უბრალოდ დამკვირვებელი და ადამიანი, რომელიც იყენებს ზაფხულობით ამ წყალს საბანაოდ, ჩანს რომ იგივე არ არის ხობისწყალი და იგივე გამოყენებას ვერ ვუძებნით, როგორც გქონდა ადრე და ეს რაღაც ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანთან უნდა მოვიდეს ახლოს გულთან და რაღაც შეგვეხოს ცუდად. კარგი, მაშინ სანამ უშუალო პრობლემებზე დავკონკრეტდებით, მაშინ მინდა ვკითხო, თვითონ ეს მნიშვნელობა რამდენად დიდია ამ ხობისწყლის და მაინც რადგან ვახსენეთ კონკრეტული ლოკაცია, რომ ბაზრის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მდინარე, მინდა კითხოთ, კონკრეტულად რა მნიშვნელობის არის და რატომ არის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელი, კონკრეტულად ეს მდინარე და ადგილი. და თქვენ რა მოგონებები გაქვთ ამ მდინარესთან? ზოგადად ეს ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მდინარე არის დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში და ყველასთვის ადვილად მისაწვდომი ადგილია. შესაბამისად, ძალიან ბევრი ბავშვი გროვდება, ძალიან ბევრი მოსახლეობის დაახლოებით დიდი პროცენტი დადის იმ ბაზრის მიმდებარე იმაზე ტერიტორიაზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ზაფხულში. და მოგონებებს რაც შეეხება, მოგონებები ძალიან ბევრი მაქვს, იმიტომ რომ იქაც ახლოს ცხოვრობ და ბავშვობაში თითქმის ყოველ დღე იმ მდინარეზე ვიმყოფებოდი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისთვის და ყველა მოზარდისთვის იმ მდინარეს. რადგან ჩვენც იქ ვიყავით, დავეთანხმებით ერთმანეთს, რომ ტურისტულადაც ძალიან ისეთი რაღაცა ჩხოროწყუში ბევრი ჩამოდის და უმეტესად ამ მდინარეზე გროვდება ხოლმე ხალხი და წყალს ვეღარ შეგროვდება, მაგრამ ამ ზუსტად თავშეყრის ადგილი ჩამოსულისთვის ადგილობრივისთვის არის, რომ მიდიხარ ბაზრის ხიდთან და იქ ატარებ თითქმის მთელ შენ დღეს. და რაღაცა არის ასევე რამდენიმე ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი და სასიამოვნოა საცურაოდ. ეს არის მუხურში, თუმცა ეს არის ცენტრიდან მოწყვეტილი ადგილია და იმდენად განვითარებული არ არის ხო, რომ ყველამ შეძლოს ერთნაირად ტრანსპორტიც არ არის იმდენად გამართული, რომ საცურაოდ წახვიდე, რაღაც საღამომდე იყო და მე დაბრუნდე. ასე რომ ეს ადგილი არის ერთ-ერთი მთავარი და მახსოვს მთელი ბავშვობა მის სანაპირო. იყო ხალხით სავსე, რომელიც ეს სანაპირო ახლა თითქმის განადგურებულია, ხო აი უბრალოდ ასეთი დამრეჩი ჩასასვლელი აქვს და წყალია მთლიანად, გვერდს დაისვენე, საპიკნიკე ადგილი თითქმის აღარ არის და ეს ქვებიც ალბათ ვფიქრობ, რომ საშიშროებას წარმოადგენს, იმიტომ რომ იქ რაღაც ჯებირები და დაცული იმდენად არ არის, რომ თუნდაც ბავშვი გაუშვა, მშობელმა რომელიც რაღაცი თუნდაც მთელი ზაფხული მუშაობს, ბავშვი გაუშვა, უსაფრთხოების განცდა არ გექნება იმ ადგილას და ძალიან სამწუხაროა. კარგი, მოდი უშუალოდ პრობლემაზე გადავიდეთ და რამდენიმე პრობლემებია და თითო-თითო კითხავთ პრობლემებზე. მოდი ლიზიკო, შენ მესაუბრე თვითონ ამ ნაპირის გაქრობის და რა ხდებოდა აქ ვიცით, რომ რაღაც სამუშაოები იყო ამ ბაგირის გამაგრებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ამ მდინარის კალაპოტის შეცვლა, რაღაც სხვა ნივთიერებების ჩადინება ამ მდინარეში და ამაზე მინდა გვესაუბრო, რა ზიანი მიადგა მდინარეს ამ სამუშაოების მერე.
მდინარეზე დაგროვდა ძალიან ბევრი ხრეში და ასევე გვერდებზეც არის ქვები მილაგებული, რომელიც ძალიან ესეთი საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. და აი ამ ქვების ჩამოვარდნის პროცესიც ხა ძალიან ცუდი მომენტია და ქვები შეიძლება ჩამოვარდეს ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ წამს და ნებისმიერ საათში. და ძალიან უარყოფითი ის არის ეს სიტუაცია და მე ხრეში რო დაგროვდა სანაპიროზე შესაბამისად მდინარის ისიც შეიცვალა დინებაც და წყალიც ასევე დაპატარავდა სიღრმეც შეიცვალა წყალიც დაპატარავდა და დასაბანი ადგილი როგორც ჩვენ ადრე გვახსოვდა ისეთი უკვე აღარ არის. ანუ მაინც რო დავკონკრეტად დინარე გაიყო და ორ დინებად მიდის ხო როგორც მახსოვს იმ ხრეშ დაყრის გამო იყო რომ ჩასასვლელი ქონდა მდინარეს და იყო რაღაც გარკვეული ნაწილი ქვის სადაც შეგეძლოთ დასვენება და რაღაც და თქვენ რაც ამბობთ ეს დიდი ქვის მასები ეს არის დამბებს ვეძახით ჩვენ რომელიც ძირითადი გადმოსახტომი ადგილი არის დიდი ქვის ლოდები რომელიც ერთხელ ჩამოიშალა იქ იყო რა ადრე იყო რაღაც ინციდენტიც იყო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლაყნდეს ნუ მე არ მახსოვს ეს გადმოცემით ვიცი რაღაც მშობლების დროს თუმცა ნუ მაინც აღარ ხო და ეხლა როგორც ვიცი იქ არის ის არა ქვია აი ეგ გააკეთეს ააშენეს ისევ რაღაც დამცავი ბადეც გაუკეთეს ესე ვთქვათ ხო უბრალოდ ეხლა რეალურად ის რისთვისაც ეგ გააკეთდა ეგ აღარ არის იმიტომ რომ წალიმდან დადაბლებული ეგ არის ხიდი და ეს ხიდი იყო მთავარი გადმოსახტომი ადგილი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ხიდის ქვეშ სიღრმე ძალიან დიდი იყო, მე გასაცური ადგილიც ნორმალურად, ეხა ეგ თითქმის გაქრა ყველაფერი, თან აი ამ ბაზრიდან რამდენიმე მეტრში არის მოიპოვებენ ქვაღორხს და ფიქრობენ მე ექსპერტი არ ვარ და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი არის რაღაც რეგულაციები და წესები, რომლის მიხედვითაც რამდენიმე სანტიმეტრზე მეტის ამოღება მდინარიდან არ შეიძლება, რაღაც კონკრეტული სახის ქვაღორხის მოპოვება შეიძლება მხოლოდ და დიდი იმედი მაქვს რომ ამას ყველაფერს აკონტროლებენ, უბრალოდ შორიდან ისე ჩანს რომ ესე არ ხდება და რაღაც უკონტროლოდ ზიანდება. და ვისაუბრებ ჩვენ აუცილებლად რაღაც ჩვენი გონებით, რაღაც ჩვენი ვერსიით, როგორ შეიძლება ამის მოგვარება და ჩვენ რის სინახვა გვსურს იმ ადგილას ამაზეც მოგვიანებით. მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ რაღაცა მოპოვების, საინჟინრო სამუშაოების დროს და რაღაცა მოპოვების დროს რამე არ დავაზიანოთ და რაღაც ძალიან ბევრ ადამიანს არ მოუსპოთ ის ერთ-ერთი გასართობის საშუალება და რეკრეაციული ზონა, რაც არც ისე ბევრია სამწუხაროდ ცხოროწყუში და ის ადგილიც არ ემსახურება რეალურად. ეხლა მაღალი დონის რეკრეაციული ზონა არ არის. ეს არის რაღაც მინიმალისტური, რაც შეიძლება რომ ქალაქის ცენტრში კონდეს და ამას ძალიან კარგად ვიყენებდით და ამის გაუარესება თითქმის ძალიან მოსპობს ამ რაღაც ჩემი აზრით ცხოროწყუში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც სოციალიზაციის წყაროს. არა მარტო ქვები და რა ცხოროწყუში ვიცით რომ ზოგადად ამ ბაზრის ხიდის მიმდებარე ტერიტორია უმეტესად არის სულ დანაგვიანებული რა და ეს ნაგავი რაც იქ გროვდება. შემდეგ ხან ძაღლები მოდიან თავს ცხანძაღლები მოდიან, ხან თვითონ ბავშვებიც ყრიან თვითონ მდინარეში და ხშირად ყოფილა რომ არის შუშის ნატეხები რა მდინარეში, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს და ამ ხრივაც მინდა რომ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ. აი სკოლის პროექტებზე რომ ხო, სკოლის პროექტებზე კი ეკოკლუბზე. ზოგად განათლებაზე კარგი იქნება. მოკლედ ახლა რო შემცირდა წყალი, სიღრმეც იმხელა არ არის, როგორც ადრე იყო. მდინარის ქვემოთ დაგროვდა ძალიან ბევრი ჟანგიანი რკინა. გვერდებზე გააკეთეს რაღაცა ბეტონები და რაღაცები და მაგის გამო ჟანგიანი რკინებიც ჩამოვიდა და რადგან ეს სიდიდეც შევცირდა ადამიანები რომლებიც ხტებიან ზემოდან არის დიდი შანსი რომ იმ რკინებს მოხვდეთ სხეულის ნებისმიერი ნაწილი და ეგ ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ჩემი აზრით. მერე ასევე ნაგავი ძალიან ბევრი ნაგავი დინებას მიყვება და ისევე როგორც ადამიანები ასევე თევზები და სხვა მდინარის ცხოველებიც ზიანდებიან ამ იმით. იოთან გეთანხმებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, იმიტომ რომ იმდენად დიდი მოხმარება აქ იმ ბაზრის ტერიტორიაზე, იმდენად ბევრი საყოფაცხოვრებო და რაღაცა პროდუქტი ნარჩენი რჩება, რომ ნუ ძალიან ალბათ რთულია მაგის კონტროლი, მაგრამ შეუძლებელი არა ვფიქრობ. და განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ადგილას, იმიტომ რომ ეს წყლის დაბინძურება საქართველოში რაღაც მგონია რომ სირცხვილიც კი არის, რომ წყალს განსაკუთრებული ყურადღებით არ ურთულდებოდეთ, განსაკუთრებით ჩვენს რაიონში და ბევრჯერ ყოფილა, ბევრ სკოლას თითქმის ცენტრში მდებარე ყველა სკოლას აქვს ხოლმე ყოველწლიურად პროექტი დასუფთავებას აწყობენ
და ასუფთავებენ გარემოს, მაგრამ ეს არის ერთჯერადი აქტები, ასე რომ ნაყოფიერი არის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთზე, თქვა ერთი კვირით ეს დასუფთავებული მდნარი კარგია, მაგრამ უკვე დაბინძურებულ წყალს ნუ ჩვენ მოსწავლეები ვერ გაფილტრავენ და ვერ დაასუფთავებენ, ასე რომ აქ რაღაცა ხელის ადგილობრივი თვითმმართველობისგან ალბათ უნდა მოყვეს ის რომ წყალი შემოწყდეს, გაიწმინდოს, არის რამდენად უსაფრთხოა და რამდენად არა, რაღაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყოს, რომ ნაგავის ჩადინება არ მოხდეს წყალში, იმიტომ რომ როგორც ვიცი, წყალთან უშუალო შეხება არ არის საჭირო, რომ წყალი დაბინძურდეს, ის ადგილმდებარე რაღაცა მიწიდანაც შეიძლება ხო დაბინძურება გავრცელდეს და ეგ ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ნაწილია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავის შენარჩუნება, რომ თუნდაც არ მხოლოდ ჩვენ ადამიანებს, არამედ როგორც ლიზი მაყდიშნა რაღაც ბიომასასაც რაღაც გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩხოროწყუში ხობის წყლის ხეობა მუხურიდან მოყოლებული, ეს კოლხური კალმახი, რამდენად ბინადრობს ახლა ჩხოროწყუში, ეს არ ვიცი, როგორც ვიცით, ნუ კალმახი ისეთ დაბალ წყლებში, მდორე წყლებში არ ჩამოდის ხოლმე, მაგრამ ნუ ის თევზები თუ რაღაცა ბიომცენარეები რაც არის ვფიქრობ, უნდა გავუფრთხილდეთ და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. კი ბატონო. მოდი მაშინ გადავიდეთ მთავარ საკითხზე დღეს ჩვენი აქ შეკრების და ვისაუბროთ მთავარ პრობლემაზე, რაც აქვს დღევანდელ ბაზრის ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე ხობის წყლის ხეობას, ანუ ჩაედინება როგორც ვთქვით კანალიზაციის მილები. დიახ, აი ვფიქრობ ეს ცოცხალი თვალისთვის შესამჩნევია ნებისმიერ ადამიან თუ ირგვლივ მიმოიხედები და ინახავ გამოშვერილ მილებს, რომლიდანაც რაღაც ნარჩენი წყალი გამოედინება, კანალიზაციის მილები და ეს უშუალოდ წყალთან არ არის ახლოს, უხეცემ შეიძლება თქვას, რომ რაღაც პირდაპირ შეხება წყალთან არ აქვს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებს, იქ არის ჭაობი, იქვე არის რაღაცა რესტორნები, ამათი რაღაც ნარჩენები, ამათი ასევე უსახლკარო ცხოველები და ეს რაღაც ყველაფერი ერთმანეთს რო ერწყმის ისაც რო შეხედო, შეიძლება ქიმიურად რაღაცა სავალალო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ესთეტიური თვალსაზრისითაც ხაც ძალიან უსიამოვნოა და არ არის უსაფრთხოების განცდას არ ქმნის, რომ იქ რაღაცა თუნდაც არ დაავადდება ადამიანი ან მსგავსი რამ, ამიტომ ვფიქრობ ტექნიკურად არ ვიცი შეიძლება ამ წყლის გაფილტრვა მოხდეს, თუ ამ მილები სადმე გადატანა, თუნდაც მიწის ქვეშ რაღაც უსაფრთხო სიღრმეზე დამარხვა, რომ რაღაც წყალთან შემხებლობა არ ქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ერთ-ერთი და ვფიქრობ არც ერთ ფულად მოსაგვარებელი პრობლემაა რეალურად, იმიტომ რომ ხომ შეიძლება როგორც მინიმუმ ალბათ რომ მთავარ საბანაო ადგილს და ყველაზე ხალხმრავალ ადგილს მოაშორონ ეს მილები და რაღაც სხვაგან გადაიტანონ, ან მივადექით გადაჭრის გზასაც. ხო, რაღაც მთავარი რაღაც თანამედროვე გადაჭრის გზა უნდა არსებობდეს ამ ყველაფრისთვის დიდი ალბათობით და ასევე რაღაცა ხალხის ინფორმირება, რომ თუ დაბინძურებული იქ არ ვიბანაოთ, ამ ადგილებს მოვერიდოთ, შეიძლება კი მესმის, რომ რაღაც ტექნიკურად ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ეს მილები გადავიტანოთ სადღაც ან რაღაც მოახერხოთ, მაგრამ ხალხის ინფორმირება, რომ მოდით ეხლა აქ ეს შეცდომა დაშვებული და აქ ეს დინარე ბანაობისთვის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის, მოდი აქ არ ვიბანაოთ, ესეც არ არის, აბრაც არ არის, რომ აქ მოდი ნუ ჩახვალთ, რაღაც გამაფრთხილებელი ნიშნებიც არ არის, რომ ლიზი მახსნა შანგენი რკინები და ეს რაც ძალიან სავალალო საშიშია და რამდენიმე საათში შეუძლია ადამიანისთვის ფატალური შედეგი დააყენოს. მოკლედ ძალიან კომპლექსური ის არის ამასთან, მაგრამ არც ისე რთული ვფიქრობ. რაღაცა ყურადღება უნდა და საზოგადოების და თვითმმართველობის რაღაც კომპლექსური საერთიანი მუშაობა, რომ ეს პრობლემა რაღაც სამედ აღმოიფხვრას ეფექტიანად. ანუ მთავარ გზას მილების გადატანაში ვხედავთ? მე ახლა როგორც არა ექსპერტი, ვფიქრობ, რომ რაც უკეთესი იქნება თუ ეს მილები რაღაცა სხვა ადგილას იქნება, ან მიწის ქვეშ საერთოდ თვალისთვის უხილავ ადგილას იქნება გადატანილი, ხო ალბათ. ვფიქრობ და ამაზე რაღაც კონსულტაცია, უფრო რაღაც პროფესიონალ პირებთან უკეთესი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ. ისე ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანებმა უკვე ნელ-ნელა მიატოვეს იქ ბანაობა და გართობა და ნელ-ნელა სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ და ეგ ადგილი პატრონოდ დარჩა და არავის ინიციატივა არ გამოუხატავს არავის, რომ ანუ ეს ბაზრის ტერიტორია უფრო დაგვესუფთავებინა და უფრო უსაფრთხო გავუკეთებინა. ინიციატივები იყო შიგადაშიგ რა, უბრალოდ ეგ არის რაღაც ერთჯერადი ფორმის, რა სკოლები რო ასუფთავებს აიკო კლუბები, ეგ არის რომ მეორე დღეს ისევ დაბინძურებულია და რაღაც ჩემი აზრით საზოგადოებასთან მუშაობა უფრო იქნება რა, ცნობიერების ამაღლების მხრივ, რომ
ანუ როცა ეტყვი რომ იცი რა ეს ამ ადგილას მარტო შენ არა ჩვენ ცხოვრობთ და მოდი არ დავანაგვიანოთ, თორე ეს ერთჯერადი დასუფთავებები. ხო არა, რა თქმა უნდა, ეგეც რაღაცა შედეგიანი არის, მაგრამ რაღაც უფრო მასიური ქმედებებია საჭირო და ეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ისეთი საკითხია რა, დინარ რაღაც წყალი ბინძურდება და ეს რაღაც შეიძლება ბუნებრივი მოვლენაც არის. ბუნებრივი დამაბინძურებლებიც არსებობს, მაგრამ ბაზარის ხალხს ყავს სხვათა შორის არ ვამბობთ, რომ ეს ყველა ადგილი ხობიწყლის თითოეული კილომეტრი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე მოპირკეთებული, ხო, ეს არის მოპირკეთებული, ეს არის ესე ძალიან განსაკუთრებული ადგილი. და ამიტომ გვაქვს რაღაცა პრეტენზიას და გულისწყლოს იმიტომ გამოვხატავთ, რომ ეს ადგილი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი კულტურულად და სოციალურადაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ბავშვობა და მოგონებაა ეს ადგილი და რაღაც ერთ-ერთი ფიქრობ სავიზიტო ადგილი არის, რომ იმ ადგილს ფოტოს გადავიღებ, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდეს, ან ვიღაცა მეგობარი ჩამოსული იყოს და იქ ერთხელ იქ მაინც უცურავია და ვფიქრობ, ეგ კონკრეტული ადგილი არის განსაკუთრებით საყურადღებო და წყლის დაბინძურებას თუ მივხედავთ, ეგ უფრო მასიურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 200 მეტრში თუ ბინძურდება და ამ ადგილას ვითომ ვასუფთავებთ ნაგავს, ეს არ შორის არაფერს რეალურად ძალიან ზედაპირული მოგვარებაა პრობლემის. მაგრამ რაღაც ამაზე თუ მუშაობას დავიწყებთ და ჩვენ სასწრაფოდ გამოვთქვამთ, რომ რაღაც ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და უნდა ყურადღება მიიქცეს. მაშინ ფიქრობ, მოგვარებადია ორივე მხარის ჩართულობით. დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, იმედია რაღაც მომავალ წლებში ეს ნაკადი ადამიანებისგან შემცირდება, პირიქით გაორმაგდება და რაღაცა ესთეტიურადაც უფრო გალამაზდება ეს ადგილი. ბატონო, მგონი დღეისთვის საკმარისად ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე. ჭყორს მაქსიმალურად ესდება ამ პრობლემის აღმოფხვრას და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.